ყველაზე სეპარატისტი ლევან დადიანის კი, რომელიც სამეგრელო აქვს, დამოუკიდებელი სამეგრელო მეფე ვარო იძახის. გამოდის და რუსეთის მეფე წერს რომ მეო ივერთა ერთ-ერთი მეფეთაგანი ვარ და იმ დიდი ივერის შთამომავალი ვარ. იმას არც კი წარმოუდგენია თავისთავად იმ დიდი ერთიანობის მიღმა. არც ერთს არ წარმოუდგენია. აი შექმნა იმ თაობამ. პოლიტიკურად დაგჩეხეს, მაგრამ მენტალურად, რა თქმა უნდა, ამაში დიდი როლი აქვს ეკლესიას, ენას, ეკლესიას, კულტურას ვერაფერი ვერ გააკეთეს. სამეგრელოში ხატზე აკეთებენ წარწერას მე-17 საუკუნეში. აი გებიცებით, უბრალოდ წაიკითხოთ. თავანკარა ქართულთან ნაწერი ხალხო. ისეთი გემრიელი ქართულთან ნაწერი, ეგრე იმ დროს აღმოსავლეთ საქართველოში ვერ ლაპარაკობდნენ. ფასადან გორგი ჯაინძეს ნაწერი რომ შეადარა, ხა კი ირანში იზრდებოდა ის კაცი და ირანულ გავლენა დიდი იყო, მისი ქართული, სად მისი ქართული და სად აგერ მერერა რომ ან იგივე აფხაზეთში გაკეთებული წარწერები აიღეთ. ქართული წარწერები აიღეთ. რატო? იმიტომ რომ ეს საერთოდ ქართული ცნება ერთიანობამ ჩვენ შევკრა. პოლიტიკურად სამწუხაროდ ამას ბევრი შეუწყო ხელი ისეთ ადგილზე ვართ, რომ აქ ყველა ჩვენ მტერია ფაქტობრივად იყო ყოველ შემთხვევაში. დღეს არა. მიუხედავად ამხელა დაწოლისა, მე მაინც მინდა ერთი რამ თქვა და ამით ყველაფერს პასუხი გაეცემა. კი იყო კრიზისი, მაგრამ დააკვირდით მე-13 საუკუნე, ცოტა ხანს გვაქვს მე-14 საუკუნის გიორგი ცხინვალის რაღაც გამოვწყინებასავით და მე-14-დან აიღეთ. მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, 5 საუკუნე ერი არის დაყოფილი. სხვადასხვა სამეფო სამთავროებად. ღამაზე მეტი რა უნდა იყოს, სხვადასხვა სამეფო სამთავროები არის დანაწევრებული, დანაწილებული. მიუხედავად ამისა, იმ ერთიანობა ასაც ვქონდა, მენტალურად ისე შეკრა ერი, რომ